მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტური, ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი. ჩვენ უკვე აქ ვართ მიხეილ მესხი 2-ზე, სპაერის საშინაო სტადიონზე, როგორც ვიცით. რეზისთან ერთად ვარ, გრიზლისაც ველოდებით. ყველა შევიკრიბებით მალე. მეორე და მესამე ადგილოსნები ხვდებიან, ანუ ცოტა უცნაურია შეიძლება რომ საკმაო რაოდენობის ტურები გავიდა უკვე და ეს გუნდები მაინც მაღლა არიან. სპაერმა ძალიან კარგად დაიწყო თავიდან გოლების თავარი გენერატორი საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდი იყო და ვიცი დღესაც იმედი გვაქვს რომ უგოლიან შეხვედრა შემოგთავაზებთ. კი ბატონო, აუცილებლად სათქმელია რომ ეს ორივე გუნდი არის დაწინაურებული გუნდი. ანუ ეს სეზონი სპაერისთვის საერთოდ ისტორიული სეზონია. პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს ჩემპიონატში, რაც ბუნებრივია მისასალმებელია. საინტერესო პროექტია საერთოდ სპაერი და ამაზე ბუნებრივია რომ გააცემის განმავლობაში ვისაუბრებ და ვლოგში ამაზე უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით. ჩვენ კი რა უნდა ვთქვათ? უნდა ვთქვათ ის რომ ეს ვიდეო უნდა დაალაიქოს ჩვენმა მაყურებელმა აუცილებლად, ლოგებზე ეგ განსაკუთრებით გვჭირდება. ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ. სტადიონზე უკვე რამდენიმე ადამიანმა გვიცნო, რაც ბუნებრივია მისასალმებელია. ეროსთავის ფანებმა მაგალითად. კი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჩემპიონატს უფრო შევუწყოთ ხელი. თუ ამაში ჩვენ წვრილ შევიტან, ძალიან მოხარულები ვიქნებით. მოკლედ, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 9 საათი დარჩა. ჩვენ ნელ-ნელა კადრებსაც შემოგაშველებთ და კარგი თამაშის მოლოდინში რეზი გისურვებ, რომ კარგი თამაში ვნახოთ დღეს მიხეილ მესხი 2-ზე. ხო, იმედია რომ კარგი თამაში იქნება და გოლებით თანდათან წამოვიდა უკვე საქართველოს ჩემპიონატში და იმედია ეს თამაშიც არ ჩამორჩება. შვენია. მეც შემოგიერთით. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ კარგი ის არის რომ სპაერის საფეხბურთო მომენტი ვნახეთ, მაგრამ მანამდე გოლი ვნახეთ. კი, ანუ ვამდე იყო ძალიან კარგი გოლი გაიტანა რუსთავმა. პრინცმა გაიტანა, ხო? ხო, პრინცმა გაიტანა. და აი დაგვიდასტურეს ეხლა რომ პრინცესეი არის გოლის ავტორი. ხო, თავიდან ადგილობრივმა დიქტორმა ცოტა არასწორად გამოაცხადა. უნდა ვთქვათ, რომ უფრო აქტიური რუსთავი იყო მატჩის სტარტზე და ამას მოყვა მათი ლეგიონერის პრინც ოსეის გატანილი გოლი. რას ფიქრობ მატჩზე? პირველივე წუთებიდან ცდილობს რუსთავი მოიპოვოს ინიციატივა და უპირატესობა, რაც გამოუვიდათ. ძალიან კარგ კომბინაციურ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ მთელი სეზონია და აქედან გამომდინარეც არიან ცხრილში იმ მოწინავე ადგილზე, რაც შეიძლება კიდევ უფრო დაწინაურდნენ ეხლა ლაივ ცხრილში, მაგრამ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. გუნდი აშკარად, რასაც უყურებთ ამ ჩემპიონატში, მგონი ყველაზე შეთამაშებული გუნდი არის. და შესაბამისად, მათი ფორვარდიც, ჟან ალმეიდა, რომელიც ამ თვითონ არის ბომბარდირი ჩემპიონატის, თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. თან აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ტემპი აი თავიდან რაზეც წუწუნებდით. აი ხა ალბათ ხმა შემოდის, მოუმატეთ, მაგრამ ეს მხოლოდ სპაერს ეხება. ტემპი არის კარგი. ანუ ბურთი დიდხანს არ ჩერდება, ბურთი სულ მოძრაობს. ანუ ერთ მხარეს არ გვაქვს ისეთი გაშიშებული, გვიწევს აქეთ-იქით შეტევებზე ყურება და რაც ჩვენ გადაცემებიდან გამოაშკარავდა და შევთანხმდით იმაზე, რომ რა აკლია ქართულ ფეხბურთს, აი ეგ რაც აკლია აქ გვაქვს. მაყურებელი არის? კი, თითქმის სავსეა სტადიონი. ხო, მართალია, ერთი ტრიბუნა მხოლოდ და პატარა ტრიბუნებია, მაგრამ აქ ეს მაგრამ ეგეც საქმე. ხო, მაგრამ რა, ნუ სავსეა რა. რაც არის ის გავავსეთ. ბრავო! გაშვებული გოლის შემდეგ ბექა სპაერმა აშკარად ამოიწია წინ. რუსთავის პრინციპში თანახმაა რომ მეორე ნომრად ითამაშოს. კონტრშეტევებზე აგებს ასე ვთქვათ თამაშს და ბერუაშვილის კარგი თამაში უნდა ვახსენოთ აუცილებლად. 20 წლამდელების ნაკრების მეკარე
შესანიშნავ ფორმაშია როგორც ჩანს, იმიტომ რომ მისი დამსახურებაა მინიმუმ ის, რომ ანგარიში არ გათანაბრდა. სტანდარტიდან ჰქონდა ძალიან სახიფათო მომენტი სპაიერს და მოკლე მანძილიდან ძალიან ძლიერი თაურის მოგერიება შეძლო და გადაარჩინა თავისი გუნდი. ეს სწორად აღნიშნე, აი ზუსტად ძირითადად ეხლა სპაიერი არის ბურთით, ისინი ცდილობენ შეტევების ორგანიზებას და კონტრშეტევაზე ჰქონდა რამოდენიმე მომენტი რუსთავს, სულ რამოდენიმე წუთის წინ, 1-1-ზე თავზე გადაგდებას ცდილობდა რუსთავის შემტევი. კლავოსეი იყო, კი ბატონო და ძალიან მინიმალური დააკლა იმისთვის, რომ ორბურთიანი სხვაობა დაეფიქსირებინა ტაბლოზე. მოკლედ, თამაში ჩაკეტილი არ ეთქვის ამ თამაშს ნამდვილად არ ეთქვის, ტემპი სამწუხაროდ ამ თამაშის ნელი არის, მაგრამ როცა უკვე რუსთავს აქვს ბურთი, უფრო მეტ ტემპს თავაზობენ, რადგან შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიან და ექნებათ მომენტები. თუმცა აი ცოტა იღბალი დააკლათ იმისთვის, რომ კიდევ მეტი გაეტანათ. რადგან ბექა სპაიერი პირველადაა ჩვენს ბლოგში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ სპაიერი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდია. თანამედროვე ქართულ ფეხბურთში, ასე ვთქვათ, 2017 წელს შეიქმნა ეს გუნდი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდია, ესე რომ ვთქვათ. საკმაოდ კარგი პროექტია დასაწყისში ვთქვით. უკვე ამ გუნდს მოგებული აქვს საქართველოს თასი. აქვს ევროტურნირების გამოცდილება, რაც სასახად დასაფასებელია სხვა შორის. მეორე გუნდია საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მეორე ლიგიდან მოიგო საქართველოს თასი. გაგრა იყო პირველი გემახსოვრება. კი და ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ პროექტმა პირველი ეტაპი გაამართლა, რადგან საქართველოს თასის ჩემპიონობა, როდესაც ასეთი ძლიერი კონკურენტები ყავს, თუნდაც ფინანსურად, თუნდაც ისტორიულად საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ასე ვთქვათ, აი გველეშაპებივით არიან, რომ ყველაფერს იგებს საქართველოს ჩემპიონატში რამოდენიმე გუნდი და მათ შორის გააკეთო ეგ გამონაკლისი, რომ გახდა საქართველოს თასის ჩემპიონი და მოიპოვა ევროტურნირების აგზური. ასეთი ახალგაზრდა პროექტისთვის ძალიან დიდი მიღწევაა და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამის ტემპებში და შესაბამისად გააგრძელებს ეს გუნდის დას, იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთში გამოჩნდეს კიდევ ერთი რაღაც ყველაზე ისე რომ ვთქვათ ნიშური გუნდი, რომელიც დააფიქსირებს შედეგებს და იქნება კონკურენტ გასაწევი ძალა. და რომელსაც ექნება პრეტენზია იმაზე, რომ იყოს კიდევ ერთი თბილისის გუნდი. იმიტომ რომ საქართველოში ბევრი გუნდია, რეგიონში გასაგებია, თუმცა თბილისში რამდენიმე გუნდია და სპაიერი არის ერთ-ერთი ის გუნდი, რომელიც ახალ სეზონში წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქს. პირველ ეტაპზე ალბათ კლუბის ხელმძღვანელობის იდეაც და მიზანიც ის არის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სტაბილურობა, ახალგადმოსული გუნდია და აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ადგილი ეროვნულ ლიგაში. ასეთ ყვირაზე პირველ ტაიმთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდი? ან სპაიერმა გოლის შემდეგ კარგად დაიწყო თამაში. მომენტები შეგვიძლია ერთ სტანდარტი ჰქონდა ძალიან მაგარი და მაგარი ბურთი გამოაძრდა, მაგრამ რუსთავიც კარგად გადადის კონჩეტევებზე. ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ტექნიკურები ყავს, რთულ ბურთებსაც კარგად ამუშავებენ და მოკლედ ისეთი 1-0 დასრულდა, მაგრამ სულ თავისუფლად შეიძლება აი მოდი სტანდარტის ნახოთ. მოკლედ აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლება და უფრო მეტი გოლი გვენახა პირველ ტაიმში. იმიტომ რომ მომენტები იყო. კი. თან ისეთ თამაშია რა, აი. ამდენ. დაჟე კუთხურია. მაშინ ველოდებით კიდე. კი, დავალოდოთ და ხო, ანუ თან ისეთი 1-0-ია რა. აი, ბევრი თამაში მინახავს 3-3 დამთავრებულა, მაგრამ უფრო მოსაწყენი იყო ვიდრე ეს 1-0. თუ არ მეთანხმებ მაგაში. რა არის თქვენი მოლოდინები მიმდინარე სეზონში? რას ელით საკუთარი გუნდისგან სეზონის ბოლოს? იმიტომ რომ ჯერ სეზონის სათამაშოა. ხოლმე ინსტიტუტია. მოლოდინი პირველ რიგში ვიტყვით, რომ ყველა თამაშზე აბსოლუტურად მოსაგებად გავდივართ და ზოგადად ეხლა რაც უფრო ცხრილი სათავეში დავანთავოთ, ეს უკეთესია, ეს სურვილია მარტო და თანათან ყველაფერი გამოჩნდება დასკვნით ეპიზოდში. მოედანზე გადმოვიდართ საბრძოლველად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, სამი ქულა და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ ჩვენი ბიჭებით, მოედანზე, ჩვენ ტრიბუნაზე და ჩვენი მიზანი იქნება, რა თქმა უნდა, ცხრილი სათავეში დასრულება ამ ჩემპიონატის და რაც შეიძლება მეტი ბრძოლა და თავდადება, რომ ეს ყველაფერი მიზნად ვაქციოთ.
ფანდაჯგუფებაზეც კითხავთ. სავარაუდოდ რუსთავიდან დადიხართ მატჩებზე. რამდენად იგეგმება რომ ფანდაჯგუფება უფრო გაიზარდოს რაოდენობრივად გულისხმობ და უფრო ხმამაღლა ისმოდეს თქვენი მატჩები თამაშებს. თქვენი ხმა თამაშებს. კი ბატონო, ეს ჩვენი რა თქმა უნდა ფანკლუბის მიზანიც არის რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს თამაშებზე, უგულშემატკივროს ჩვენ გუნდს და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და რაც შეიძლება მეტი სურვილი გვინდა რომ იყოს და მეტი ხალხი ერთად უფრო მეტი ზალა ვიქნებით რა თქმა უნდა და ჩვენი გუნდიც ხელმძღვანელობას და ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ რომ ეს ყველაფერი წინ წავიდეს, რაც გუნდს დაეხმარება, ქალაქსაც დაეხმარება და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს რა თქმა უნდა დაგვეხმარება. ამ კონკრეტულ მატჩზე რას ფიქრობთ მეორე ტაიმში რასებით? საკმაოდ ხარისხიანად თამაშობს გუნდი, ვაჯობეთ გარკვეულ მომენტებში და იმედია სამი ქულით წავალთ რუსთავში. YouTube-ზე ჩვენს გამომწერებს ასეთ ყოფით. გამოიწერეთ. თქვენი არხი ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ, წინ წევთ ჩვენს ეროვნულ ლიგას და მადლობა. ხო, ნამდვილად კარგი საქმე არის, იმიტომ რომ ეროვნული ლიგა არ არის მთლად ისე დონეზე და ამის გაპიარება მართლა ძალიან კარგი საქმეა და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენს წარმატებებს. შენი ძახტე რომ სპაირის აშიო სტანდარტებზე და არა, საშიში რა, კარგად აწვიან თქო. და კარგად ჩააწოდეს და ათანაბრეს ანგარიშში არა, კარგად აქამდეც აწვიდნენ. უბრალოდ კარგად დახვდნენ, კარგად ჩაწოდებულს. ხო გაგიგია, კარგ მtkმელს კარგი გამგონი უნდა. კარგ ჩამწოდებელს კაი დამრტყელი უნდა. კაპიტანმა ენჭაძემ გაიტანა გოლი და ახლა როსტავი კარგად უტევს, რაღაც სივრცეები არის და ლაიმში ბიჭო ეს გოლზე ნაკლები არისო? ან როგორ არ გავიდა? ანუ ჯერ მეკარე მოიგერია, მე დამატებაზე ძელი, მე კიდე ერთი დამატება იყო და ბურთი გადავარდა სტადიონის პარკლებს მიღმა. თუ ვინმე ხარ დვაკის პარკში თუ შეიძლება რომ ბურთი გადმოგიგდო თუ კარ. მინდა აღნიშნო სტადიონის მაგის ფაქტორი. თმას ვაპირებდი ზუსტად დამასწარი. ძალიან კარგი გულშემატკივრობა არის და ხმაურიანი ტრიბუნები გვაქვს დღევანდელ თამაშზე. მაინც ალბათ უფრო მეტი რუსთავის გულშემატკივარია, თუმცა რაღაცა 60-40-ზე ეგრე ნაწილდება. მიხეილ მესხი 2 საკმაოდ პატარა სტადიონია გულშემატკივრებისთვის, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავსეა. კი. და ფეხბურთელებს აქვთ მხარდაჭერა ორივე გუნდის ფეხბურთელებს აქვთ მხარდაჭერა, რომ უფრო მოინდომონ, უფრო შეუტიონ და ნამდვილად ისეთი გარემოა, რომ აქ ერთი ქულის მოსაპოვებლად არც ერთი გუნდი არ აპირებს თამაშის გაგრძელებას. კი, ორივე გუნდს ეთყობა, რომ ორივე მოსაგებად წავა და თამაშიდან გამომდინარე, ეხლა რა თამაშას უყურებთ. იმის იმედი გვაქვს, რომ კიდევ უნდა გავიდეს გოლები და ეს არ იქნება დასტოპება. ამ მომენტში საინტერესოა, ყავს ტრიბუნაზე ორივე მხარეს თავისი მოტივატორი, იქით ფოლადის ბიჭები, რომელიც ყველა თამაშზე დადიან და იხილავთ ჩვენ ბლოკში ამ ადამიანებს და სპაიერსაც არ ვიცი კონკრეტულად თუ ყავს ასე ფანბაზა, მაგრამ ძალიან ხმაურიანები არიან. ნუ ყოველ შემთხვევაში არის ადამიანთა ჯგუფი სტადიონზე, რომლებიც მხარს უჭერენ სპაიერს. ეს ალბათ ბექ არის ის ორი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში, რომლებიც რომელთა გულშემატკივრებიც კმაყოფილები შეიძლება იყვნენ, რაც ამ სეზონში ხდება. იმიტომ რომ ორივე ეხლა გადმოვიდა. ხო, ძალიან დინამიური თამაშია და აი თვალის მიდევნებასაც ვერ ვასწრებ ისე. ჩვენი იმედია რომ კარგად არის მის, ამას ტორპედოზეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი რომ რაც უფრო ხმაურია მოედანზე დარწმუნებული ვარ ჩვენი ხმა უფრო კარგად არის მის, მაგრამ ეს კარგია, ანუ ამას ცულს ნამდვილად ვერ დავარქვა. რუსთავის ლეგიონერებზე უნდა ვთქვათ აუცილებლად თლიანი შეტევითი ხაზი ცეცაზე ყავს უსხველი ფეხბურთელები დაკომპლექტებული და ჯერჯერობით ჩვენივრად თამაშობენ. ეხლა ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს არის ანგარიშის გათანაბრების შემდეგ რუსთავი კვლავ თუ შეეცდება რომ პირველ ნომრობა მოიპოვოს თამაში. იმიტომ რომ 1-0 რო გახადეს პირველ ტაიმში, მას შემდეგ უფრო გადაეწყვნენ მეორე ნომრად თამაშზე და ეხლა საინტერესოა რომელი გუნდი აიღებს ინიციატივას. ნუ გოლიდან რაღაცა 5-6 წუთი გავიდა და ჯერჯერობით კვლავ სპაიერი თამაშობს პირველ ნომრად. ბურთის სენსი საერთოდ არ ჩერდება, ორხრივი შეტევებია. თითქოს ორივე გუნდმა რაღაც დაცვაზეც მეტნაკლებად თქვა უარი და ყველა წინ მიდის, მოკლედ იმედია მეტ გოლს ვიხილავთ და უფრო საინტერესო თამაში გამოვა, ვიდრე აქამდე იყო ეს ყველაფერი.
ყოფილა. ბიჭო, საერთაშორისო კარგად გავერთეთ რა. კი, კარგად გავერთეთ და ქუთაისზე არა ნაკლებია. მარგად. ცოტა უკეთ გამოიყურება შენი ასო. რუსთავს მეორე ტაიმში რუსთავი, იმიტომ რომ აი გასატანი მომენტები ქონდა, გასატანი აი მომენტები. სპაერის უპირატესობა იცი რის ხარჯზე უგონია, აი ბალანსი ცირა ქმნის რომ სტანდარტებს იმდენად ამწყავებდნენ, თორე აი სტანდარტის გარეთ ეხლა ესე ლაივ რეჟიმში მომენტი არ მახსენდება სპაერმა, რომ აი ვახ რა გამაზა. აი რუსთავზე გახსენდება ეგეთები. რუსთავზე ბევრი იქ ის ბურთი როგორ გააფუჭა საერთოდ. აი კიდე ერთი და ხო, ну, ჩემი შეფასებით ეს არის ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი, რომელზეც ჩვენ ვიყავით. ძალიან კარგი გარემოა, ასე ვთქვათ, ორივე გუნდს ხარდაჭერა აქვს, ორივე გუნდის გულშემატკივარი აქტიურობს და ემოციური თამაშიცაა და მაგანაც შეუწყო ხელი. რეალურად რო შევხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ სტარტია სეზონის და 7 ტურია რეალურად გასული, ამ მატჩის დასრულების შემდეგ ესე იქნება, 6 ქულიან მატჩად შეიძლება მოინათლოს, იმიტომ რომ თანაბარი ქულები აქვთ. 10 ქულა აქვს ორივე გუნდს. კი, მოკლედ, ეხლა ისეთი გომორებაა ცხრილში, რომ კაცი შვილი ვერ გაიგებს რა შეიძლება დაატრიალდეს. შეიძლება ისე, 4 წრე არის და შეიძლება ისე გაგზავნოს, რომ არ უსურვებ ამას არც ერთი გუნდის გულშემატკივრებს, მაგრამ საბრძოლველი კონდეთ დასარჩენად. ცალსახად შეიძლება მოხდეს ეგ. ყველანაირად შეიძლება ეს ჩემპიონატი გადაატრიალდეს ჯერჯერობით ისეთი სტარტი აქვს. შესაბამისად, ასეთ გუნდებს შორის დაპირისპირება, რომლებთან ახალი ამოსული არიან უმაღლეს ლიგაში და ჭირდებათ რომ გაინაღდონ ადგილი უმაღლეს დივიზიონში, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და მე მგონია რომ სუსტად აქედან გამომდინარე ცდილობს რომ ორივემ გარდატეხა შეიტანოს მატჩი და ფრედ არ დაასრულონ და ის მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო. ბოლოს თამაშის ბოლოს ყოველფერი არ ჩამდით. აშკარად სამი ქულისთვის იყავით ჩამოსული. როგორ შეაფასებთ დღევანდელ შეხვედრას? ხო, ნუ ეხა სატრინლო ცხილ თუ შევხედავთ, რაღაც არ დაქცეულა ქვეყანა, მაგრამ თვითონ თამაშს უარყოფითად შეაფასო, იმიტომ რომ უეჭველი მოსაგებად მოვედით და გქონდა ნამდვილად მაგის შანსი პირველ ტაიმში. არ დაგვიხევია უკან სპაერმა გვაიძულა რომ ეგ გვექნა, ჩვენი გეგმა არ ყოფილა პირველ ტაიმში გოლის მერე უკან დახევა, უბრალოდ გოლის მერე დავიკარგეთ. ესე შეიძლება ითქვას, არაფერი არ გამოგვდიოდა შეტევაში. შესაბამისად უპირატესობა წაიღო სპაერმა. პირველ ტაიმში კონცენტრაცია მოვახდინეთ, გადავაწყვეთ, შეცვლები გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ სტანდარტული სიტუაციიდან ბურთი მივიღეთ, რამაც განაპირობა ეს შედეგი, მე გოლი ვეღარ გავიტანეთ. ფიქრობ რომ ჩვენთვის არ იყო ფრე კარგი. სპაერის ფეხბურთელების თველის პირველ ლიგში საციკადულად უნდა ითქვას, რომ ძალიან მიზანმიმართულად გეგმა ჰქონდათ ისეთი, რამაც გაგვიჭირვა თამაში პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში გადავაწყვეთ, ალბათ ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ რაც არის, შეიძლება ითქვას, რომ კანონზომიერია ფრე, და სპაერსაც ჰქონდა ბევრი მომენტები. სეზონის სტარტზე რო ეთქვა ვიღაცას რომ მე-7 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იქნებით, მოაწერდით თუ არა მაგას ხელს? მაგიტო ვთქვი თავიდან დასაწყისში, რომ ეხა რეალისტები უნდა ვიყოთ და კმაყოფილები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი შედეგით, იმიტომ რომ გუნდმა ითამაშა კარგი თამაშები, დღესაც კარგი თამაში ვითამაშეთ, რაღაც მომენტში არ გაგვიმართლა, რაღაც მომენტში შევეშალა რაღაცები, ნახევარ საათმა გაგვიფუჭა თამაში, რა თქმა უნდა, ცალსახად კმაყოფილი ვართ, ცალსახად, იმიტომ რომ ამ ფეხბურთელების უმრავლესობა ბევრჯერ თქვი და ვიმეორებ, რომ გამოცდილება უმაღლეს ლიგაში არ აქვს თამაშის და ნელ-ნელა იძენენ და ყოველდღე ვითარდებიან. ხო, სტაბილურობა მაინც გვაკლია, თუმცა დღეს ვიძახი, რომ იყო ორი თანაბარი გუნდის თამაში, შეიძლება ჩვენ რაღაც უპირატესობები გქონდა ეს ჩვენი საშინაო დავალებიდან გამომდინარე, ესე ვთქვათ, მაგრამ სპაერმას ნამდვილად გაართვა თავი და უნდა შევახოთ და მე ვფიქრობ, რომ აი ამ ეტაპისთვის 7 ტურის თავზე დამსახურებულად ვართ ორივე გუნდი სადაც ვართ. ეხლა მე როგორ გაგრძელდება ღმერთმა იცის, მაგრამ რაც ეხლა დღესაც არის, ჩვენ ნამდვილად არც UEFA-ს თასისთვის ვიბრძვით, არც ჩემპიონებიც არ ვიბრძვით წელს, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩემი ხელმძღვანელობა და მეც გვაქვს იმხელა გამოცდილება, რომ რაღაცა ვარსკვლავებს არ ვეთამაშოთ საში, ნაბიჯ მიზანმიმართულად
ჩვენი გეგმა არის 5-ეული და ღმერთმა ხანას რომ დეკემბერში 5-ეულში ვიყოთ, მეტი არაფერი არ გვინდა. საქართველოს ჩემპიონატის სპეციფიკა განსაკუთრებით მაშინ როცა 4-თითურია და თქვენი ფეხბურთი ყოველთვის შემტევი იყო ყველა გუნდში. ამ თქვენს გამოცდილებას ამ სათამაშო სტილსთან დაკავშირებით როგორ ადაპტირდება რუსთავი და როგორ მიდის დასახული მიზნისკენ? პირველ ლიგაში უნდა ითქვას, რომ რასაც მეუნები ზუსტად ეგრე იყო. მაგრამ აქ უკვე გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელები არ არიან კიდე გამეორდები და ვიტყვი, რომ იმხელა გამოცდილებით, რომ ზოგჯერ ფსიქოლოგიური მომენტია, ზოგჯერ ზედმეტი დაჯერება, ზოგჯერ რაღაც ფიზიკური დაღლა არის და რაღაც მომენტებში გვივარდება ჩვენი თამაში. თუმცა ეხლა რო შევხედოთ ეხლა ღრმა ანალიზით, გუნდის სათამაშო სტრატეგია იგივე აქვს, მაგრამ არის ერთი რაღაცა, რაც აღსანიშნავია, რომ ჩვენ მაგისთვის მზად ვართ და რა თქმა უნდა მუშაობდით მოსამზადებელ პერიოდში, რომ ყველანაირი სათამაშო სქემისთვის მზად ვართ. ჩვენ შეგვიძლია რომ შავკეტოთ თამაში დღეს შეიძლება ყოფილიყო რომ გაგვეხუთებინა მცველები, მაგრამ მოგება გვინდოდა და არ გჭირდებოდა და პირიქით შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი, თორე ზოგადად ეგეთ რო ვთქვათ, რომ რამე სტრატეგია კლუბში შეცვლილია, არა, უბრალოდ თამაშებს ვერ გებით, უბრალოდ გუნდებს ვერ გებით სიტუაციიდან არც ისეთ გუნდთან, რომელიც მაძიებელია მაღალი მიზნების, ჩვენ ჩამდარი არ გვითამაშია თავიდან და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ქართული ფეხბურთის სტრატეგია თუ რაღაც განსაკუთრებული მომენტები არ არის, ჩვენი გენი ეგ არის, ახლა რაღაც რა ფილოსოფიაში ვარ გადავიდე, რომ ჩვენი ფეხბურთი უნდა გქონდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადმოვიღოთ რაღაცეები და ჩვენი ფეხბურთი არის 78 წლის ლივერპულის თბილი დინამოს თამაში, რო ჩავრთოთ ის თამაში, ეხლა რამდენად ეხება ამას, მაგრამ რახან ფეხბურთზე ლაპარაკს ვიწყებთ, მე ვეღარ ვჩერდები ხოლმე და მაგ თამაში რო ჩავრთოთ და ვნახოთ, იქ არის ქართული ფეხბურთის სტრატეგიაც, ტაქტიკაც და მიმართულებების და ეს არის დაგისვენდანოგია ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს, ძიმე დაიწყო. ყველა გუნდს ეთყობა რომ შეუთამაშებელია, თუმცა ამას ნამდვილად ვერ ვთქვით რუსთავზე, იმიტომ რომ ძალიან სწრაფ შემტევ ფეხბურთს აჩვენებს და ეს დაძაბულობა, ეს სქილში ფოლოს და პირველ ადგილს შორის სხვაობა სულ 5 ქულა. ამაზე რა სიტყვით და ეხლა ნახევრად ხუმრობით გეტყვით ერთ რაღაცას რა, რო არ მიგულშემატკივრია, ისე გულშემატკივრობ ტორპედოს, საბურთალოს ხო სულ გულშემატკივრობ დინამო თბილისს, ვინც არის გასული ევროტურნირებზე. აი ყველაზე მაგრა, იმიტომ რომ დღეს საუბრობდი მაგას, რომ ჩვენი გუნდიდან რომელიმე კონფერენც ლიგის ან UEFA-ს თასის პლეი-ოფში რომ გავიდეს, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ რუსთავისნაირი, სპაისნაირი გუნდი და თუნდაც მეშახტე და ასე შემდეგ რაღაც დონეზე ავიციეთ. მაინც კატალიზატორი საკლუბო ფეხბურთის არის ევროსარბიელი. და დაძაბულობა ავტომატურად ხარისხს არ ნიშნავს, მაგრამ ეგ ფაქტია, რომ ძალიან დაძაბულია და გათანაბრებულია. ამ ეტაპზე ვიძახი. ეხლა როგორ იქნება ზაფხულში, ეხლა დეკემბერში როგორ დამთავრდება, ეგ მერთმა იცის, მაგრამ თუ ჩვენი გუნდები წარმატებით იასპარეზებენ ევროსარბიელზე, ჩვენ მე ესე ვფიქრობ სუბიექტური ვარ, რომ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე წინ გავიციეთ. თუნდაც პირველმა ლიგამაც წინ გაიწია. უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ მე ესე უყურებ რა მაჩვენებელი არის ევროსაგზური. ეს არ ნიშნავს, ახლა ჩვენ გავიდეთ და პრემიერ ლიგის გუნდებს მოუგოთ. ვიზეც მოსაგებია ბალტიისპირეთი, ახლო აღმოსავლეთ ევროპა და ასე შემდეგ, ახლა რო არ გაგვიგრძელდეს რა. ბიჭებო, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩემი წყევლა დამარცხებულია. თქვენ არ ვიცით ზევით რას ლაპარაკობთ, მაგრამ მე ეს თამაში ყველაზე მეტად მომეწონა იმათ შორის, რომელზეც ვიყავ. მანდო არ მეც. ძალიან კარგი თამაში იყო, ძალიან კარგი ტემპი, თითქმის სავსე ტრიბუნა თბილისში, რაც აქამდე არ გვინახავს და გუნდების ხარისხებიც ახლა ინტერვიუ იყო და ნელ-ნელა რუსთავი ჩემს გულს იგებს. სპაერმა დიდი ხანია მოიგო. ჯერ კიდე ქვედა ლიგებში როცა იყო და რუსთავი ჯერჯერობით ჩემ გულს იგებს, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი გუნდია რა, ლაღი, ფიარული შემტევი. გამომდინარე იქედან რომ ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს წინაულოგებშიც და საერთოდ როცა საქართველოს ჩემპიონატზე ვსაუბრობთ, გვითხოვს რომ დონე სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატში სათამაშო დონე გულისხმობ არ არის მაღალი და ამ თამაშზე სავარაუდოდ ჩემი გული განსაკუთრებით ამ მატჩმა იმიტომ მოიგო, რომ როცა უყურებდი თამაშს, გრძნობდი რომ ფეხბურთს უყურებდი. განსაკუთრებით გიზლი რაც მომეწონა ჩვენ წინაულოგში ვთქვით, რომ აი პრეზზე შეთანხმებული გუნდები არ მოგწონსო და ხო, ანუ მოგებაზე თამაშობდნენ აშკარად მოგებაზე ითამაშა აქ ორივე გუნდმა მართალია რაღაცა თამაში გადააწყვეს რამდენიმეჯერ, იმიტომ რომ ზოგჯერ ერთი იყო წინ მე მეორემ გაათანაბრა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თამაში კარგი იყო. განსაკუთრებით მომეწონა ტრიბუნები და ამაზე ვისაუბრეთ მე და ბექამაც, როცა ცალკე ვიჯექით, იმიტომ რომ
2000 კაცი ზის მოედანზე თუ 50000 კაცი ზის, ნებისმიერ შემთხვევაში უხდება ეგ ფეხბურთს რა, იმიტომ რომ თავარი განსაზღვრელი ფაქტორი ფეხბურთისა არის გულშემატკივარი და სადაც არის ტრიბუნაზე რო უყურებ ფეხბურთს და თამაშობ ფეხბურთს და სად ბუნებრივია სავსე სტადიონზე, მოკლედ მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვინც დღეს მოედანზე იყო. ხო არ დაგავიწყდათ რო გეთქვა რომ ჩვენი არხი უნდა დაალაიქ, ჩვენი არხი უნდა გამოიწერა. არა, რა დამოვიწყდა, დაალაიქეთ და გამოიწერთ, გეხვეწეთ, დამოვიწყდა. ოღონდ იცის. ავდივართ 5000 გამომწერზე. ცოტა დაგვრჩა. ძალიან ცოტა დაგვრჩა და 5K სპეშალზე რაღაცეებს გეგმავთ, ფიქრობთ და მოკლედ ამისთვის აუცილებლად გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. 120 კაცი გვჭირდება. ხო, დაახლოებით მასე გვჭირდება და დარწმუნებული ვარო თვის ბოლომდე მაგასაც მოვახერხებთ მოკლედ და მივდივართ ნელ-ნელა წინ. იმედია რომ ქართული ფეხბურთით აგვიბამს მხარს და ჩვენ ვეცებით რომ ფერხულში ჩავერთოთ და ჩვენ აუბათ ხარი თუ არა ზურგი მაინც. აუცილებლად. კარგი, ეს იყო match day vlog-ი. დაგემშვიდობებით, შუქიც ჩაქრება ახლა. ძალიან მალე მე მგონი მხოლოდ ჩვენ გველოდებიან და შევხვდებით შემდეგ ტურში. მოდი ჯერ არ ვთქვათ რომელ თამაშზე მივდივართ. კი ბატონო. დროებით. დროებით.